აი მე მიხარია რომ ჩვენ რაღაც ალტერნატიული სივრცე გავაჩინეთ ქალაქში, სადაც ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც იზიარებენ იმ პოზიციაზე არიან, რომ აუცილებელია ახალი არჩევნები, აუცილებელია გათავისუფლდეს ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და ჩვენ რაღაც პროტესტით და რაღაც საახალწლო ზეიმით ერთმანეთს შევუთავსეთ და ძალიან ბევრი ბედნიერი იმედიანი სახე დავინახე დღეს აქ იმედიანი და მჯერა რომ 2025 წელს აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის პირველი ახალი წელი, რომელსაც არ ხვდები სახლში და ამით სულ არა ვარ უკმაყოფილო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აღდგომა უფრო მნიშვნელოვანია და სოლიდარობა იმ 51 ადამიანს, რომლებიც არიან ძევლები ჩვენი ხელისუფლების. მე მინდა ამ ადამიანებს მივცე პირობა, რომ იქამდე ვიდგებით ქუჩაში, სანამ ისინი არ გათავისუფლებიან და მე ყველა ერთად დავდგებით ახალი არჩევნების დანიშნვამდე, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერი მათგანი ყოფილიყავით მათ ადგილზე ამ წუთად ციხეში, ამიტომ სოლიდარობა მათ კიდევ ერთხელ და გილოცავთ თქვენს და გამძლეობად გისურვებთ 2025 წელს. ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო, ევროპული საქართველო და თავისუფლება ჩვენში. დაიბადოს ყველას გულში. მე ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეხლა კიდე რაღაცაზე ფიქრობს, რომ აი რა ხდება, სადა ვართ, რატომ ვართ ესე რა მე ვუსურვებ მათ, რომ პირველ რიგში თავისუფლება იგრძნონ საკუთარ გულებში და მერე თქვან თავისუფალი სიტყვა. ესაა მთავარი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ. დღეს არის ზეიმი სიყვარულის და აბსოლუტურად აქ იშვება ეს სიყვარული და სიხარული. პირველ რიგში უბედნიერესი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან, თანამებრძოლებთან ერთად ვხვდები 2025 წელს, გამარჯვების წელს. მინდა თქვენი საშუალებით მოვიკითხო ჩემი მეგობარი საბას ხვიტარიძე, რომელიც არის რუსული რეჟიმის ტყვე და ასევე სოლიდარობას უცხადებთ ყველა რეჟიმის პატიმარს. ასევე ვითხოვთ მადამდელ არჩევნებს და ჩვენი მეგობრების განთავისუფლებას საპრობილეებით. გილოცავთ ახალ წელს. სრულიად საქართველოს ულოცავ ახალ წელს. დღეს მინდა რომ ვიყო ყველაზე კეთილი. მე ვთვლი რომ სამშობლოს გადარჩენისთვის ვიბრძო. ვიღაცები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგი, მაგრამ გულის სიღრმეში არ მინდა დავიჯერო რომ მათი იდეა სამშობლოს განწირვაა. იმათ გონიათ რომ რაღაც კარგს აკეთებენ. ისინი ტყუილდებიან. მინდა რომ ის წელიწადი იყოს, რომელიც გაგვაერთიანებს ერთ და სიმართლის ხარეს. ხარე, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. ყველას გილოცავთ იმ ადამიანებსაც კი, ვინც ამამოჭრილს დაინახავს და შემაგინებს. თქვენს გილოცავთ. უბრალოდ შევეცადოთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს. ნამდვილად ვილოცავ სრულიად საქართველოს ახალ წელს, ეს ყოფილიყოს გამარჯვების წელი იმ კუთხით, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, უფრო ვიტყოდი პოლიტტყვეები და დაინიშნოს თავისუფალი ახალი არჩევნები, რაც იქნება საწინდარი საქართველოს გაერთიანების, მთლიანობის და ქართველთა შერიგებისაც. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ყველა ქართველს მინდა პირველ რიგში მიულოცო 2025 წლის დადგომა. ეს წელი ყოფილიყოს გამარჯვების წელი. თქვენ ხედავთ რომ უკვე 35 დღეა რაც ქუთაისელები ვართ ქუჩაში მერიის წინ პროტესტი გრძელდება ქართულ ოცნებას ეგონა რომ ეს პროტესტი გაჩერდებოდა ერთ დღეში ორ დღეში ჩვენ ძალიან მალე დავიღლებოდით წავიდოდით სახლში მაგრამ თქვენ ხედავთ რომ აქ ადამიანები ახალ წელსაც კი ქუჩაში შეხვდნენ ამ ადამიანებს ვერაფერი ვეღარ გააჩერებთ ჩვენი მიზანი არის ძალიან მტკიცე ჩვენი მიზანი არის რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები გათავისუფლდნენ ჩვენი თანამებრძოლები და თავარი ჩვენი ადგილი არის ევროპაში და ჩვენი მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. მრავალს დაესწარით ბედნიერი და გამარჯვებული 2025 წელი. რიგში მოვიკითხავ და ახალ წელს მიულოცავ იმ უკანონო დაკავებულ პატიმრებს, რომლებიც არიან დღესდღეობით რეჟიმის ტყვეები და ასევე სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ. ასე რომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ახალი წელი იქნება, აღდგომა იქნება თუ ნებისმიერი სხვა დღესასწაული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აღდგომამდე ჩვენი ბრძოლა არ მივა იმაზე ბევრად უფრო ადრე გავასრულებთ ამ რეჟიმს, ვიდრე ვინმეც არ მოუდგენია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგილოცავ თქვენ, მიულოცავ სრულიად საქართველოს და კიდევ ერთხელ პირველ რიგში
იმ რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ეს პროტესტი არ გაჩერდება მანამ, სანამ ყველა ის ჩვენი თანამებრძოლი ადამიანი, რომელიც ჩვენ გვერდით იბრძოდა, დღეს დაჭერილები არიან და ახალ წელს ხვდებიან კიცოცების მიღმა. იმ ბიჭებს მინდა შეუთვალო, რომ ხრედ იყვნენ, ან მათ თავისუფლებაზე გამოსვლამდე დავახვედრებთ საქართველოს შეცვლილს და ევროკავშირის გზაზე დამდგარს, ან რო გამოვლენ, რადგანაც ზელვადიან ბრძოლაში ვარ, რო გამოვლენ ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან და ერთად მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას. მე მინდა მხოლოდ იმ ბიჭებს მივლოცო, ვინც ციხეში არიან დღეს, პოლიტიკურ პატიმრებს და საქართველოსთვის მებრძოლ ადამიანებს, მხოლოდ მათ მინდა მივლოცო. დანარჩენს ვუსურვებ ერთობას, ვუსურვებ გამძლეობას, რომ ეს ბრძოლა მისაყვანია ბოლომდე, რადგან ეს არის ბოლო ბრძოლა და ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი შვილების და საქართველოს მომავლისთვის. როცა საუბრობენ რომ ეს არის ახალი საქართველოს დაბადება. ეს არ არის ახალი საქართველოს დაბადება, ეს არის დაბადებული ახალი საქართველოს თავის რეალიზება. ჩვენ ვართ ჩვენი თავის რეალიზების პროცესში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავის რეალიზებას მოვახდენთ საბოლოოდ და ჩვენ შევთავაზებთ ყველანი იმაზე, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი, რაც 30 წლის წინ, 100 წლის წინ თუ 200 წლის წინ დავისახეთ, ამაზე დაობენ მართალია, მაგრამ მოცემულობა ერთი არსებობს და ამ მოცემულობას აუცილებლად მივახსენებთ. ეს არის 2x2 4, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს. დღევანდელი საახალწლო საპროტესტო აქცია სწორედ არის სოლიდარობის აქცია იმ ადამიანებთან, რომლებმაც გისოსებს მიღმა გაათენეს ახალი წელი, რომელთა ოჯახებში ახალი წელი ვერ შედგა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მალე განთავისუფლდებიან, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და მანამ გავაგზავნებთ ჩვენ აქ დგომას. ჩვენ ვიდგებით აქ მანამ, სანამდე საქართველოში არ იზეიმებს დემოკრატია. დღეს ზეიმობს ოქლოკრატია და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში. აქ დგას ადამიანები, რომელსაც გული უძგერს მართლა ამ ქვეყნისთვის და გული შეგტყივა იმ ყველაფრისთვის და ამიტომ გავართ გარეთ რა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ადამიანებმა გაიგონ და მიხვდნენ, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორც უნდა იყოს. შეუძლებელია ეხა ჩვენ რაღაცა ნორმალურობასთან ახლოს ვიყოთ. ეს არის არანორმალური სიტუაცია და არ შეიძლება მსგავს რაღაცის გატარება და აი ის რომ ამას ბევრი ადამიანი ფიქრობს, ამის დასტურია დღევანდელი ეს საღამო. და ეს ადამიანები თითოეული მათგანი, ვინც აქ გამოვიდა, ალბათ მე უყურებდი, რომ ბევრმა თავისი მეზობელი ნახა, თავისი ახლობელი ნახა და შემოგვიერთდა და თავისი ესე ვთქვათ რაღაცა ემოცია გამოხატა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ პოლიტპატიმრებისგან თავისუფლებას და ამასთანავე ერთმანეთს ვაჩვენებთ გვერდში დგომას, სიყვარულს და იმას, რომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ, საქართველოს მომავლისთვის ხილვა და საქართველოს ხილვა ევროპულ ოჯახში. პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს. დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ ეს წელი იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი წარმატებული წელი და აუცილებლად იმ გზაზე რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა გადის, აუცილებლად დაგვირგვინდება და შევალთ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს ანუ დღეს აქ დგომა ხალხის ნიშნავდა იმას, რომ ხალხი არ დანებდება, იბრძოლებს ბოლომდე და ვერანაირი რუსული რეჟიმი ვერ დაამარცხებს მათ. ხალხს ასეთი მასიური გამოსვლებით ჩვენთვის მომასწავლებელი მის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება და საბოლოო ჯამში, როგორც ახლა წინაზე აღვნიშნე, ახალს აღვნიშნავ, რომ ხალხთან ბრძოლაში ხელისუფლება ყოველთვის მარცხდება, როდესაც ის არის მტყუანი. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ ქვეყანას. ჩვენ ვართ ქართველები და ბაშასა და მე ვართ ევროპელები. ქართველებს ესენი არ იცნობენ და არავის არ ურჩევ გამოცადოს ქართველი კაცის ძალა თავის თავზე. მე ძალა არ მაქვს ხედელობაში ცემატყება და გადატრიალება და უბედურება. არა. ქართველმა ადამიანმა გადაიარა იმდენი კატაკლიზმი, რაც ჩვენ არც ვახსოვს, ისტორიასაც არ ახსოვს. ამასაც გადავიდან, როგორ? მაგრამ იკითხოს იმან, ვინც ამ კატაკლიზმის ფსკერზე მოხვდება. და ეს ამხელა ძალა დააწვება და გასრისავს. უნდა გამოვიდნენ გარეთ და თვითონ ნახონ რა ხდება ტელევიზორში. ფეხი ფეხზე გადადებული და ყავით ხელში საქართველოს ვერ გაიგეთ.
საქართველოს უნდა იგზნო საქართველოში. აქ უნდა იგზნო ქუჩაში. მე თუ არ მოგეწონება, კი ბატონო, წაბძანდი, მაგრამ ჭუად ყოფილ ადამიანს არ შეიძლება არ მეწონოს ის, რაც დღეს ხდება ჩვენთან. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის დღეს დედამიწის ზურგზე. გაგიმარჯვეთ, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ. ახალს უკვე 2025 წელს. მე არ ვიცი, არა ვარ ნოსტრადამუს. ერთი ქუთაისელი კაცი ვარ, მაგრამ ვიცი ძალიან კარგად რომ ეხლა ქართველები რო გაიმარჯვებენ, მე სულ გამარჯვებულები ივლიან. სულ გამარჯვებულები იქნი. ეს ჩვენ გენშია, ჩვენს ჯიშია, ჩვენს ჯილაქსი. გაგიმარჯვეთ. რაღაც და ეს არის ჩემო ძვირფასებო. Ყველა პოლიტიკა